გამარჯობა. აბა როგორ ხართ? მოვედი გამოვჩდი. დღეს არის კვირა დღე მშვიდობის ყველას, დილა მშვიდობის. ახლა არის ჩემთან 11:20 წუთის ზუსტად. ახლა ვარ გაჩერებაზე, დღეს ვისვენებ, მეორე კვირას არ ვისვენებ. ამიტომ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენო ყველანაირად იმისთვის, რომ კარგად დავისვენო. ახლა ვდგავარ გაჩერებაზე და ველოდები ჩემს ტრანსპორტს, რომ წამიყვანოს იქ, სადაც მე მინდა, რომ წამიყვანოს. თქვენ როგორ ხართ, რა შვებით? დღეს ცხელა, მაგრამ არც ძალიან 35 გრადუსია. როგორც თქვენ ტელევიზორში არ ვიცი ზუსტად. ოდნავ ნიავია, მაგრამ მაინც ცხელა. თქვენსკენაც სავარაუდოდ ისეთი სიცხეები იქნება. აგვისტოში ახლა საერთოდ აგვისტო ყველაზე ცხელი თვეა, რა თქმა უნდა. ველოდები აგვისტოს 19 რიცხვს, 19-ში, რომ ფერის ცვალების შემდეგ უკვე აღარ არის ხოლმე სიცხეები და ასე რომ დღეს არის 3 რიცხვი და 3 აგვისტო და იმედი მაქვს რომ 19-ით მალე მოვა, რომ აგრილდეს, თორემ აღარ შემიძლია უკვე სიცხეები. აი ზაფხულის ადამიანი არ ვარ რა, ვერ ვიტანა შემიძლია ზაფხული. ზაფხულის გარდა ყველა თვე მიყვარს აბსოლუტურად. ზაფხულში კი ვარ დაბადებული 7 ივნისს, მაგრამ ტყუპები ვარ ზოდიაკოთი, მაგრამ ზამთარი მიყვარს, რა ვქნა, ზაფხული საერთოდ არ მიყვარს. საერთოდ. და მიყვარს ხოლმე ესეთი ადამიანების სხვათა შორის, რომ მიძახიან ხოლმე, რომ აი ზაფხულზე ვგიშდები და ზაფხული ძალიან მიყვარს და რაღაც. ხო, ხა ვისთვის როგორ რა თქმა უნდა. ზაფხული კარგი მაშინ არის, როცა შეგიძლია რომ თავი გაანებევრო, თუნდაც იმით რომ ზღვაზე იარო, დაისვენო, იბანაო, გაგრილდე და ასე შემდეგ, თორე სხვა შემთხვევაში ხა სულ ესეთი გადატვირთული რეჟიმი რომ გაქვს სამსახურში და მუშაობ და არ შეგიძლია ზღვაზე რომ წახვიდე იარო ან დაისვენო რაღაც, რაიმე ვფიქრობ რომ ეს ზაფხული არ არის და ზაფხულის სიყვარული არ არის. რავი, მე მაგალითად მე პირადად ზამთარში უფრო თავს კომფორტულად ვგრძნობ ვიდრე ზაფხულში. ძალიან მიყვარს ზამთარი. ზამთარი რა, ანუ ზაფხულის გარდა ყველა თვე შემოდგომარის ჩემი აი უსაყვარლესი დრო. დამწერთ აბა კომენტარებში ვის რა სეზონი მოგწონთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. და მინდა გთხოვოთ რომ იაქტიუროთ უფრო მეტი, შემოკარგებო ძალიან გთხოვთ. თუ თქვენ არ იაქტიურებთ, რა ვიცი, მე ვერ ხედავ ჩემი არხის გაგრძელებას. და ცოტა არ იყოს, ცოტა ისე ვარ რა, ნუ мотивация თვად არ დამიკარგავს, მაგრამ ისე არ ვარ, როგორც წესით უნდა ვიყო, ესე რომ ვთქვათ. ალბათ ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე ხდება, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვარ ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით, არ ვარ ჩემს სამშობლოში, არ ვარ ჩემს სახლში და ვარ სხვაგან უცხოეთში, სადაც ჩემი ცხოვრება არ მაქვს, არ გამაჩნია და ასე თუ ისე სხვაზე ვარ მორგებული და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ. აი ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატო ვერ მოვდივარ ხშირად. სხვა ისეთი მიზეზი განსაკუთრებული არაფერი არ არის, დამიჯერეთ. მე რომ ხან საქართველოში ვიყო, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურად ვლოგებს ჩავწერდი და არა მარტო ყოველდღიურად, ვფიქრობ, რომ დღეში 2-ჯერ, 3-ჯერაც კი ჩაგიწერდით ვიდეოებს და გაგიზიარებდით ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს დილის რუტინას, ჩემს შუადღის რუტინას, რა მნიშვნელობა აქვს, სამზარეულოს ამბებს, საღამოს, ღამის რუტინას და ასე შემდეგ, მაგრამ მოვა მაგის დროც
ერთადერთი რაც მახარებს ის არის რომ დრო სწრაფად გადის, მართლა სწრაფად გადის, უკვე აგვისტოს 3 რიცხვია და ნუ რა ვიცი. უკვე 4 თვეა აქ ვარ, აქეთ ვარ, ისევ მესამედ ჩამოსული, 4 თვეზე ცოტა მეტია. ასე რომ გადის დრო და მაგ დროს ველოდები, მაგ დროის გასვლას ველოდები, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში და დაუბრუნდე ჩემს ჩვეულებრივ რუტინას და იქიდან გავაგრძელებ ისეთ ვლოგების ჩაწერას, როგორიც მე მინდა რომ იყოს. და ეს ყველაფერი იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება. არ ვიცი, სადღაც ვარაუდობ, რომ ყველაფერი თუ ისე წავიდა, როგორც მე მინდა და როგორც მე ჩავიფიქრე, რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი, პატარა პრობლემები, ისეთი არაფერი მოუგვარებელი რომ იყოს, ეგეთი არაფერი არ არის. და აი ამ რაღაცებს რომ ვაგვარებ, ზუსტად მეწოდინება უკვე როდის უნდა ჩამოვიდე. მე ვარაუდობ, რომ ყველაფერი თუ ისე წავიდა, როგორც მე ჩავიფიქრე და როგორც ჩემ გულს უნდა, სადღაც ალბათ მომავალ წელს ამ დროს ბილეთის საყიდლად უნდა ვიყო წასული. ნახოთ. ყველაფერი არის დამოკიდებული ყველაფერზე. ასე რომ ვთქვათ. მე გადაველოდები. აი მოვიდა ჩემ ტრანსპორტი დროებით. შუბით აბარობახოთ. მოვედი სახლში, დაბრუნდი. და ახლა გამოვედი ცოტა ხანი გარეთ მაღაზიაში ვიყავი, თქვენ რა შვებით, რა საქმიანობთ. რამდენიმე დღეა არ გამოვჩენილი ვარ, არ მოვსულა თქვენთან. რა არის ცითრაც ხალისი არ მაქვს. არ ვიცი რატომ რაღაცნაირად ვარ ესე, ვერ აგიხსნით. თქვენ რა შვებით? როგორ ხართ? ჩვენთან დღეს და გუშინ სიცხე არ არის. ცოტა ნიავია. თქვენთან რა ხდება, სიცხეები გაქვთ ისე? ეხლა მე ვარ სახლში და იქიდან გავაგრძელებ თქვენთვის ვიდეოს გადაღებას. თქვენ ხო ხართ კარგად? გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, იაქტიურეთ, დალაიქეთ, გამიკომენტარეთ და ასე შემდეგ. ეხლა მე ვარ ავტოში სახლში და გაგისაუბრებით იქიდან. ცოტა ფეხით ვიარე. საღამო მშვიდობის. აბა როგორ ხართ? რა შვებით გამოვჩდი, როგორც იქნა 5 დღის შემდეგ. ახლა არის ჩემთან 9 საათი სრულდება ღამის. გამოვედი გარეთ. 1 საათით მგონი ჩანს. როგორ ხართ თქვენ, რა შვებით? მომენატრად ყველას გისურვებთ პოზიტიურ საღამოს და მშვიდობიან ღამეს. ჩემო ძვირფასებო. ეხლა დავდივარ ფეხით და რაღაცნაირად მშვიდად უგრძნობ თავს. ეს დღეები ცოტა ვერ ვიყავი კარგად. არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად. მოკლედ მოგიყვებით რაღაცებს.
გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ ძალიან გთხოვთ ჩემი არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარეთ და ასე შემდეგ. მოკლედ ფიქრის საღამო მაქვს რა დღეს. ახლა დავდივარ და ფიქრობ. იმდენს ფიქრობ, რომ აი არ ვიცი რა. ვის გიყვართ ფიქრიაბა ჩემსავით. მიყვარს ფეხციარული. დღეს საბერძნეთში კარგი ამედი გვაქვს გრილი. მეც ამოვისუნთქე. ნიავია, უბრალოდ ქარი. არ ვიცი დღეს გვიან გამოცხადებულია წვიმა. მაგრამ არ ვიცი, იწვიმებს თუ არა. თქვენთან რა ხდება, როგორი ამინდი გაქვთ? მაინტერესებს თბილისში სავარაუდოდ ისევ სიცხეები იქნება. გონი. ღმერთო რამდენი ვიარე, თქვენ ხომ არ იცით. ესე იგი სადღაც 40 წუთია ფეხით დავდივარ. ისე რომ არ გავჩერებული ვარ. ეხლა ძალიან ქვევით ჩამოვედი და დავბრუნდა ჯობია. ეხლა მალე უკვე უნდა დავბრუნდე სამსახურში. ესე ვიაროთ, თქვენ გიყვართ ქუჩის ბლოგები და რაღაცას გადავიღებ და გონი რომ ჩანს. მოკლედ ძვირფასებო ყველას გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და პოზიტიურ დილას. სახში რომ მივალ, კიდევ გადავიღებ. გაგესაუბრებით და იქიდან დაგემშვიდობებით. მერტო რა სასიამოვნო ნიავია. მე დავიცადეთ. ძლივს აგრიდა რა. ამოვისუნთქე რა ესეც ქვია. არა ზაფხული ჩემი არ არის. არანაირად. ვის გიყვართ ზაფხული დაწერეთ კომენტარებში. ვინ ხართ ზაფხულის გოგოები და ვინ ზამთრის. მე არ ვარ ზაფხულის გოგო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ვარ დაბადებული, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც არ მიყვარს ზაფხული. განსაკუთრებით ივლისი, აგვისტო. როდესაც არის სიცხის და უფრო მეტი სიცხის და მწერების სეზონი, ასე ვთქვათ. ესე რომ ვთქვათ. ახლა ნელ-ნელა მივდივარ სამსახურისკენ. და როგორც უკვე გითხარით, მისვლისთანავე ჩავწერ. სანამ დავწვებით და დავიძინებთ, ჩაგიწერთ. გაგესაუბრებით კიდევ რაღაცაზე და მოგიკითხავთ და დაგემშვიდობებით. მგონი ხვალამდე, მე მგონი რომ ხვალ შევძლებ ბლოგის გადაღებას. ძალიან გთხოვთ ჩემო ძვირფასებო. რომ გამოიწეროთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, იაქტიუროთ. აი ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არა მარტო ჩემთვის, ყველა ბლოგერისთვის თქვენი აქტიურობა არის
მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენს გარეშე, გამომწერების გარეშე ჩვენ ესე რომ ვთქვათ, ჩვენ და ჩვენ არხს არ აქვს განვითარების საშუალება. ასე რომ ერთადერთი რაც სათხოვარი მაქვს თქვენთან ის არის რომ უფრო მეტად აქტიურობთ, მადლობა ვინც აქტიურობთ და ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი და ვინც მიკომენტარებთ, ყველას მადლობა. მე ამასობაში გადაწყვეტილება მივიღე, როგორც ჩემი წინა ვიდეოებიდან ვიც მე თვალს მადევნებთ, იმათ გეცოდინებათ რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და გადაწყვეტილება მივიღე და რომ მივას სახლში მაგ თემაზე გაგესაუბრებით. შეკურხეთება რა შუბით. მოკლედ დღეს არის 6 აგვისტო. დილის ზუსტად 10 საათი სრულდება, 2 წუთი აკლია. გუშინ ვეღარ მოვახერხე ბლოგის დამთავრება. ყველას დილა მშვიდობიანი დღე მოგცეთ უფალმა ყველას. ვერ მოვახერხე გუშინ დასრულება ბლოგის და დღეს დავასრულებ 6 აგვისტოს. მოკლედ, როგორც ყოველ დღე ჩვეულებრივი რუტინა. იცით უკვე ჩემი დილის რუტინა, ესე რომ ვთქვათ. ახლა რაღაც თებშები იყო მოსარეცხი და ისინი ამორეცხე. და დავჭექი ცოტა ხანს თქვენთან, სანამ ბაზარში წავალ, რომ გაგესაუბროთ და დავასრულო ეს ჩემი დღევანდელი ბლოგი. და აგიტვირთოთ. მოკლედ მივიღე გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ. ჩემს ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში და გადავწყვიტე რომ არ ჩამოვიდე წელწად ნახევარში და ვიყო აქ და დავასრულო ის ჩემს დაწყებული საქმე, რაც დავიწყე. ესე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი რომ თუ დავბრუნდები ასეთ მოკლე დროში და იმ საქმეს არ დავასრულებ, რაც მე მიდევს გულში, ვიცი რომ ვინანებ საქართველოს ჩასვლას და ვიცი რომ ჩემ თავს ვეტყვი რომ შემეძლო გაკეთება იმის რაც მე მინდოდა და არ გავაკეთე. და ეს არ მინდა რომ ვინანო, ზუსტად ვიცი. ამიტომ გადავწყვიტე რომ დავრჩე, არ ვიცი 2 წელი დასჭირდება თუ 3 წელი დასჭირდება ამ ჩემს დაწყებულ საქმეს რომ ბოლომდე მივიყვანო, რამდენის დასჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვძლებ და საშინლად მიჭირს აკოფნა, მიუხედავად ამ ყველაფრისა გადავწყვიტე რომ დავრჩე და ვიმუშაო იმისთვის რომ ჩემი დაწყებული საქმე როგორც უკვე გითხარით მივიყვანო ბოლომდე. ეს მგონია სწორი. ყველაფერი მიუხედავად იმ ყველაფრისა რომ ძალიან მიჭირს აკოფნა და მენატრება მან დაურობა საქართველო, მენატრება ჩემი ყველაფერი მაინც უნდა დავრჩე. ესე გადავწყვიტე ჩემი კარგებო, რომ ჩამოვალ
ჩემ თავს არ უთხრა, რომ აი უბრალოდ სინანულის გრძნობა აღარ მინდა რომ მქონდეს. ერთხელ მქონდა უკვე ეგ სინანულის გრძნობა. სულ პირველად რო ვიყავი ჩამოსული 6 წელი და აღარ მინდა რომ იგივე განმეორდეს, იმიტომ რომ როცა ჩემ თავთან ვრჩები მარტო და ფიქრობ რაღაცებზე, ჩემზე, ეგ არის ძალიან რთული მომენტი, ვისაც გამოცდილება გაქვთ, მიხვდებით ზუსტად რას ვიძახი, როცა ადამიანებს შეგეძლოთ რაღაც გაკეთება თქვენი თავისთვის, თუნდაც უკეთესი მომავლისთვის და გქონდათ შანსი მოგცათ უფალმა და ბოლომდე არ გამოიყენეთ. მიმხვდებით, რასაც გულისხმობ. ზუსტად ეგ რომ არ მინდა რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს ჩემ თავთან, ამიტომ მინდა რომ ესე ჩამოვიდე როგორც ჩემს გულს აქვს ჩაფიქრებული და როგორც მე მინდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფლისნება და მე მჯერავს რომ უფალი ხეს მომიმართავს, ამაშიც უფლის გარშე არაფერი არ ხდება და უფალმა ბევრჯერ მომიმართა ხელი და ბევრჯერაც გადაურჩენილ ვარ უფლის წყალობით, მაგას ჩემ შემდეგ ბლოგებში მოგიყვებით, რას გულისხმობ გადარჩენას. ორჯერ ვარ გადარჩენილი სიკვდილს, ესე რომ ვთქვათ, და მაგას ყველაფერს მოგიყვებით აუცილებლად. ჩემს რომელიმე ბლოგში არ ვიცი როდის, მაგრამ მოგიყვებით. ხო, ესე გადავწყვიტე. მგონი რომ სწორედ ვიქცევი. მგონი არა, დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ვიქცევი. თან ის რომ ვიცი რომ მე ასაწასვლას აღარ ვაპირებ, როგორც კი ჩამოვა საქართველოში, მეოთხედ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას საზღვარგარეთ გულისხმობ. თუ წავა საზღვარგარეთ, ის იქნება მხოლოდ დასასვენებლად ჩემი წასვლა და არა სამსახურეობრივი მიზნით. აღარ ვიმუშავებ, აღარ ვაპირებ მე ჩემ თავს დავუდე პირობა, რომ მე ახარსად აღარ წავიდოდი საქართველოს გარდა სამუშაოდ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ და ისე მინდა რომ ჩამოვიდე, როგორც მე მინდა, როგორც უკვე გითხარით და მინდა რომ ჩემი პატარა მოდი ესე რომ თქვა ბიზნესი მქონდეს, ამას თუ ბიზნეს დავარქმევ, ყველაფერს გაიგებთ დეტალურად, მოგიყვებით რა როგორანაირად ჩემს მომდევნო ბლოგებში აუცილებლად, ანუ რას ვაპირებ და როგორ, მინდა რომ ჩემი ესეთი პატარა შემოსავალი მქონდეს საქართველოში, როცა დავბრუნდები, მხოლოდ და მხოლოდ ბინა არ არის, ადამიანს უნდა მქონდეს შემოსავალი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს მით უმეტეს საქართველოში, ვიცით როგორი ფასებია ყველგან. და ამას ვაპირებ, რომ რაღაცა პატარა ისეთი გავაკეთო, ან თუნდაც გავხსნა, ან შევიძინო, რომ მე რომ მან ჩამოვალ სიტყვაზე, რომ არ ვიმუშაო, ჯერ ერთი ვაპირებ მუშაობას და რომ არ ვიმუშაო, სიტყვაზე შემოსავალი მქონდეს, რომ თავი გავიტანო, ესე რომ ვთქვათ. წინ ვიყურები და ეს მე სწორად მიმაჩნია და სწორი მგონია, რა თქმა უნდა. ყველაფერს ვაკვირდები, ესე რომ ვთქვათ, რომ ჩამოვა, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, რა მინდა რომ ვაკეთო და ასე შემდეგ. მინდა ასევე რომ როცა ჩამოვალ, როგორც უკვე გითხარით, მგონი ვთქვი ჩემს ბლოგებში, მართვის მოწმობა მინდა აუცილებლად დავიღო და მანქანა ვიყიდო. იმიტომ რომ საჭიროა მანქანა და მე ყოველ შემთხვევაში დამჭირდება. და მეორე ის არის, რომ მინდა რომ კარგად ვისწავლო მანიკუშკა, ესე რომ ვთქვათ, მანიკუშკა გამოვიდე და მქონდეს ჩემი შემოსავალი, სალონში თუ არა, სახლიდანაც მივიღებ, ესე რომ ვთქვათ, ჩემს მომხმარებლებს. ეგ ორი რაღაც ძალიან მინდა დაუცილებლად გავაკეთებ და კიდევ ერთი ის რომ როგორც უკვე გითხარით რაღაც შემოსავლის წყარო მინდა რომ ჩემი მქონდეს, იმიტომ რომ მე ვაპირებ მარტო ცხოვრებას. ესე გადავწყვიტე, არავინ არ მინდა საერთოდ, იმიტომ რომ ჩემ თავთან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ერთადერთი ზუსტად რაც ვიცი ის არის, რომ შვილი მომავალში აუცილებლად მეყოლება და მე მაგისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ხოლო რაც შეეხება მეორე ნახევარს და რაღაც მე არ მაქვს სურვილი რომ მეორე ნახევარი მყავდეს. ესე გადავწყვიტე რომ მარტო ვიყო, მარტო ყოფნა
ჩემთვის პირადად არის სასიამოვნო, არ ვიცი ვისთვის როგორ, ყველას თავის ცხოვრება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება, რასაც ღმერთი მომცემს, რომ ვიცხოვრო, ეს ცხოვრება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავისთვის მირწმუნებული. მე სწორ მგონია. და ეხა იმას ვფიქრობ, რომ ნეტავ აქამდე მიფიქრა ესე. მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხო ესია ზურფასება. სჯობს მივხვდეთ საერთოდ რა გვინდა, როგორ გვინდა და რანაირად გვინდა, ვიდრე საერთოდ ვერ მივხვდეთ ამ ყველაფერს და ისე გავიდეს ჩვენი ცხოვრება, ხო? მოკლედ ეხლა უნდა წავიდე ეს პატარა რაღაც გაგანდეთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემებად მიმაჩნი ხართ და მინდა რომ ვიცოდეთ, თქვენთან ვარ გულწრფელი, რა თქმა უნდა დეტალებისგან ხა თავ შევიკავებ და მეტი დეტალებისგან რა თქმა უნდა და ამ ყველაფერს რას გავაკეთებ, როგორ იქნება ჩემი ცხოვრება და რას ვიზავ, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩემი ბლოგებიდან შეიტყობთ. ეხლა ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს პოზიტიურს, გრილს, ეხლა უნდა წავიდე ბაზარში და ვჩქარობ, ბევრი საქმეები მაქვს წინ და რის გადაღებასაც მოვახერხებ, კიდევ გაგიზიარებთ, დროებით. ძვირფასი წავედი ბაზარში და ორ ნაწილად დავდებ ვლოგს, ანუ ეხლა დაგიდებთ დილის და შუა დღის ვლოგს თუ რაც ქვია და ბაზრიდან რომ მოვალ, იმასაც გადავიღებ, რა მოვიტანე, გაგიზიარებ და საჭმელსაც გაგიზიარებ, რას გავაკეთებ. მოკლედ თქვენ არ დაგავიწყოთ არხის გამოწვევა, ძალიან გთხოვ, მე ვიაქტიურებ ყველანაირად, ვეცდები და გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე.